გამარჯობა. თქვენ ახლა უყურებთ რატომის მეოთხე ეპიზოდს უკვე. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ჩუკოშვილი და ვისაუბრებთ ეკონომიკურ იზოლაციაზე. მე შევეცდები დავსვა კითხვები, რომლებზეც პასუხიც არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან შორს ვარ ამ თემისგან და იმედია გავიგებ საბოლოოდ რა ხდება ამ ქვეყანაზე და ეკონომიკაში. პირველი კითხვა ძალიან მარტივად იწყება იმით, რომ რას ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია რეალურად. იმიტომ რომ ეს ტერმინს უგვესმის და უბრალოდ რაღაცა ტერმინია, მოისმენ და გადის, მაგრამ რეალურად ხო, კაი, მარტივად დავიწყოთ. ჩვენ ვარ ძალიან პატარა ქვეყანა. და არ გვაქვს იმისი რესურსი, რომ რაღაცები ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. მაგალითად, iPhone-ს ჩვენ თვითონ ვერ გავაკეთებთ. ხო, რაღაცა კომპიუტერს ჩვენ თვითონ მანქანებს ჩვენ არ ვაკეთებთ, ხო? ანუ ისე ძირითადი პროდუქტები და რასაც ვიყურებთ ყოველდღე, ხო? ფაქტობრივად ისინი არაფერი საქართველოში არ იწარმოება. ხო, ანუ ეს სადღაც უნდა ვიყიდოთ, ხა. მთელი ქვეყანა რომ გავერთიანდეთ, iPhone-ს ვერ გავაკეთებთ, შანსი არ არის. ხო, ანუ უნდა წავიდეთ და ვიყიდოთ ამერიკიდან, რომელმაც აწყობინათ ჩინეთში თუ სადღაც, ხო? დღევანდელი ეკონომიკა ესე მუშაობს, რომ ვიღაცა სადღაც რაღაცას აკეთებს, მერე ის იმ ნაწილს უგზავნის მეორე ქვეყანას, ის სადღაც ჩასვავს, მერე მესამე იყიდის და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ გადაჯაჭვული არის ყველაფერი ერთმანეთზე. და ამას ეძახიან ხოლმე იმპორტს და ექსპორტს. იმპორტი არის, რომ ჩვენ უცხოურ ქვეყნიდან რაღაცა პროდუქტებს ვყიდულობთ და ფულს ვხდით, ექსპორტი არის, რომ ჩვენ ვყიდით რაღაცეებს და ისინი გვიხდიან ფულს. გამომდინარე იქიდან, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ჩვენ ექსპორტი, ანუ რასაც ვყიდით, და ცოტა არის და რასაც ვყიდულობთ არის ბევრი. იზოლაცია რას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვეღარ შევძელით ამ ხალხთან ვაჭრობა, ხო, ანუ ფული მივეცდებით გამოვაჩთ, თუ აღარ იქნება, სერიოზულ პრობლემაში ვართ. ხო, ეს ტელეფონები საერთოდ უნდა მოვიტანოთ, ეს კომპიუტერები ან თუ არ მოვყიდეს თან ესე იგი. ხო, მაგრამ როგორ არის, რომ ჩვენ ახლა საბანკო სისტემა, აი ბანკები, ხო, თბილისის და საქართველოს. თბილისის და საქართველოს ქვეყნის შიგნით სხვა როლი აქვს და საერთაშორისო ვაჭრობაში სხვა როლი აქვს. ხო, და ვაჭრობთ დოლარით. ანუ ახლა უცხოელს ლარში ხო ვერ გადაუხდით, დოლარი უნდა გადაურიცხო, ან ევრო უნდა გადაურიცხო. მაგრამ აი რუსეთის და ბელორუსიის შემთხვევაში ესე ამბობენ ხოლმე, რომ აი SWIFT-დან ჩახსნის. ეს რას ნიშნავს, რომ რუსული ბანკების ნაწილი და ბელორუსული ბანკების ნაწილი ჯერ ყველა სანქციები არ არის, ისინი დოლარს ვეღარ იცხავენ. ანუ იმ ბანკის კლიენტი თუ ხარ, დოლარს ვერ გადარიცხავ. და დოლარი თუ ვერ გადავიცხეთ, აი რომელიღაცა კომპანიამ რომელსაც ტელეფონები შემოაქვს, რომელიღაცა Elite Electronics-მა და იმან და ამან, თუ დოლარი ვერ გადაურიცხო, ის პროდუქტს ხო არ მიცემს. ანუ იზოლაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველ რიგში ვალუტით იმართება ხოლმე ეს, რომ დოლარის გადარიცხვა შენ ბანკებს აღარ შეუძლიათ. და შესაბამისად იზოლირებული ვართ ამ პროდუქციისგან. ანუ ფულს ვერ მივცემთ, ისინი პროდუქტებს ვერ მოგწევთ, შესაბამისად ჩვენ პროდუქტები არ გვექნება. ეს არის აი ყველაზე შორი და ბნელი პერსპექტივა, რომ საერთოდ ვეღარ ვაჭრობთ, ვერავის. ეს არის იზოლაციის 100%. რაღაცა ნელა შეიძლება იქამდე მიხვიდეთ, ხო? მაგრამ თუ იქამდე მივედით, ანუ ფაქტობრივად უნდა დავემშვიდობოთ. და მე ხდება აი სანქციების გვერდის ავლა, რუსეთში ხო რაღაცა ბრენდები და რაღაც პროდუქციის შეტანა აღარ შეიძლება. და მე შავი ბაზარი არის და მთელი ამბავია რა. ამიტომ როცა ვამბობთ იზოლაციაზე ეკონომიკური კუთხით, პირველ რიგში ეს იგულისხმება. მაგრამ მეორე არის ასევე რომ რაღაცა აქ თუ გინდა რომ აწარმოო, რაღაცა აქ ბიზნესის თუნდა ფული ხო გჭირდება. და როგორც წესი ცდილობენ რომ უცხოელებს გამოართონ ხოლმე ეს ფული და ამას უცხოურ ინვესტიციებს ეძახიან, რომ აქ ადგილობრივ ეკონომიკაში იმ ფული ჩადოს, აქ რაღაც საწარმოო ის კომპანია შეიქმნა, მან მე რაღაცები აკეთოს. ესეთ აქაც შეიძლება იზოლაციაში მოექცე, იზოლაცია ხო რას ნიშნავს? აი იმათგან ჩაიხსენე. და ისინი თუ არც პროდუქტს მოგცემენ, რომ მოიხმარო და აღარც ფულს მოგცემენ, რომ ადგილზე დაიწყო რაღაცების კეთება, ვერ ასაკეთებ. ხო? აი ეს არის რა, თუ იქამდე მივედით, რასაც ნამდვილი იზოლაცია ქვია, ვეღარც პროდუქტებს, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობაა, თითქოს იმაზე არც ვფიქრობთ, რომ შეიძლება რომ იცი რა ერთეს iPhone ვეღარ ვიყიდო, მაგრამ შეიძლება ერთეს iPhone ვეღარ ვიყიდო. ან შეიძლება რომ ეს სარეცხი მანქანა ვერ ვიყიდო. ანუ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეგ დონეზე შეგრძნო, რომ თქვა შეიძლება რაღაც მომენტში ყავა ვეღარ იყიდო, რაღაც უცხოური, ან ხო, და რუსულ ყავაზე გადავიდე. ოკეი. რაღაც ეგეთი. ხო, სრულ იზოლაციაში ხა ძალიან უნდა მოახერხო, იმიტომ რომ ირანია იმასაც კი ვიღაცასთან ვაჭრობა აქვს, ხო? სანქციებში და რაღაცა რუსეთთანაც, ჩინეთთან აქვს ვაჭრობა რაღაცა, მაგრამ
აი და განვითარებულ ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატია ხო ადარდებთ, ადამიანის უფლებები ადარდებთ, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პროტესტის ამბავი, რომ ის იყოს დაცული, ხალხი ყველა არ ჩასონ ციხეში და ასე შემდეგ. ამებს თუ ქვეყანა არ ასრულებს, ხო, ანუ ომს იწყებს ვიღაცა მეზობელ ქვეყანასთან, რა იმათ რა უნდა ქნან, ჯარით ხო არ შეუტევენ, ამიტომ არის ხოლმე რომ კაი, მას შენ თუ ამას აკეთებ, მაშინ ჩვენ ან დოლარს აღარ გამოგაყენებინებთ, ან ჩვენ პროდუქციას აღარ მოგცემთ, ან მათ ფულს აღარ ჩავდებთ, ხო? რაღაცა პოლიტიკურად აღარ გეთანამშრომლებით, ჩვენი მინისტრი, შენ მინისტრს აღარ შეხვდება და ასე შემდეგ. აი ესეთი ბერკეტები არის დემოკრატიულ სამყაროში რა და ყველაზე ისეთი შეგრძნებადი ადამიანისთვის მაინც აღარ პროდუქტია, ხო? და ფასები რაც თავარია ამ იზოლაციის დროს შეიძლება რაღაცეების ფასები ხშავ ბაზარზე რო გავა ტელეფონი ხო იმის ფასი იქნება არა ის რაც ახლა არა 10 იმდე და ყველას დაგვიჭდება ბევრად უფრო ძვირი არ Huawei-ზე უნდა გადავიდეთ ყველა რა იმიტომ რომ ჩინეთთან იზოლირებული არ ვიქნებით და დასავლეთთან იზოლირებული ვიქნებით ანუ ეგ არჩევანი გრჩება რომ ან ცეცხლის ფასად იყიდო ის რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ან ნორმალურ ფასად მაინც გაძვირებული იქნება მაგრამ იყიდო Huawei ან რაღაცა რუსული მანქანა ლადა რაღაცა ეგეთი. თქვენ, ანუ, კაი, რამდენიმე კითხვა გამოჩნდა ახლა. ერთი ის, რომ ესე იგი ჩვენი ქვეყანა აი იზოლაციის ზღვარს რამდენად არის მიახლოვებული. ესე იგი, როგორც მივხვდი, ის რომ ქვეყანაში თქვა პოლიტიკური დაძაბულობა არის, სანქცირებული ვიცე-პრემიერი ყავს მაგალითად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ვიღაცაებს, თქვა უცხოური ინვესტორებს აღარ უნდათ ჩვენთან მოსვლა. არის სიგნალები და არის შეზღუდვები. ეს ეხლა რა შეზღუდვებით თქვა, ეგენი არის უფრო სიგნალების კუთხით, რომ იცი რა, ანუ აქ ეხა მარტო სანქცირებული ვიცე-პრემიერის თემა ხო არ არის. ეხლა მაშინ რა ქვია, ამერიკის კონგრესში არის კანონმდებლობა შესული და სამტკიცელოდ, რომელიც მთავრობას ზოგადად ლეგიტიმურად არწმუნებს, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ $1,000,000 და $1 million კიდევ რომ ორი იშოვოთ. ხო? და მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ რომ ეს $1,000,000 ან იქ რაღაცა საუდის არაბეთში რაღაცა არის, თქვათ ლიტვაში ვიღაცამ გითხრა რომ აი აქ ჩადე და მე ამას გავაკეთებ და ვიღაცა საქართველოში გეუბნება რომ იცი რა აქ ჩადე და მე ამას გავაკეთებ, ხო? ანუ ისევე როგორც ჩვენი ჯიბის ბიუჯეტი არის რა და თქვათ რაღაცა $1,000 გვიდევს და ეს $1,000 ან წავიდეთ კაფეში და ან წავიდეთ ტანსაცმელი ვიყიდოთ და ან ეს და ესე ასარჩევად ხო? საქმე ყველაფერს არ ეყოფა, ხო? ის ინვესტიციაც ერთია ადამიანს თქვათ $1,000,000. ეხლა იმისთვის მთელი მსოფლიო ღია არის. ან იქ წავა, ან იქ წავა, ან იქ წავა და ეხლა ჩვენ მუდმივად ვიყავით, რომ იცი რა, ჩვენთან მოდი რა, ნახე რა მაგარია, თავისუფალი ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, გეოგრაფიულად კარგი ლოკაცია არის, ტურიზმი იმუშაობს, რაღაცებს ვეუბნებოდით ხო. და ბიზნესის კეთება ადვილია და ეხლა უკვე ის ადამიანი მზის და ფიქრობს, ეხლა მე ეს ჩემი ფული, რომელიც სიმწრით მიშოვია და ეხლა მინდა რომ გავამრავლო, კი არ მინდა რომ დავკარგო. ავიღო თუ არა იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობაზეც ამერიკის კონგრესი აპირებს რომ თქვას, რომ არ არის ლეგიტიმური და მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე დასანქცირებული ყავს. რა ეხლა თქვენ რო აკეთებდეთ მაგას, ხო? მოდი რა სხვა ქვეყანაში წავიდეთ, სადაც ესეთი პრობლემები არ არის, ან ეს ჯერ დაალაგდეს და მერე წამოვიღებ და დროებით აღარაფერს არ გავაკეთებ, ხო? აი ამიტომ არის რომ ეხლა ეს აი ინვესტორების მე საქვეყანაში ჩარიცხული ფულები რომ საქმეები გაკეთდეს არის შემცირებულია, განახევრებული არის. ოღონდ ეს არჩევნებამდე ვიძახით. და არჩევნების მერე რა ციფრები იქნება, მაგას კიდევ ვნახავთ რა და კიდე წესით უფრო მძიმე სურათი უნდა იყოს. ამიტომ იზოლაციის ზღვარზე იქ 100%-თან ნამდვილად არ ვართ, არც იმას ვიღებდი რომ 50%-ზე ვართ, მაგრამ მაგით სწრაფად ვიდივართ რა. ეხლა მაგამდე თუ მივედით, ეგ უკვე ანუ ყველა ვიქცნოთ. ეხლა ჯერ ესე კონკრეტულად ვიქცნობთ პიროვნულად, ხო? მაგრამ ეს სიგნალები უკვე გარეთ ძალიან აქტიურად გადის და ვიღაცას ფულის ჩადება უნდა და აღარ არის, ვიღაცა ვინც ვაჭრობდა ქართულ კომპანიებთან უკვე 1000 კითხვას უსვამს რომ აბა ეხლა და აბა ის და აბა შეიძლება გადმორიცხვას თუ ვერ შეიძლება მოდი ჯერ ჩარიცხე და მერე გამოგიგზავნე პროდუქტს და მთელი ესეთი ამბები რა და ანუ მივდივართ მაგრამ რატო ეხლა უცხოელებით ამ აი დოლარზე მე რაც ვისაუბრე რატო არ აკეთებენ ხო იმიტომ არ აკეთებენ რომ ხალხს დაარქვეს ხო და უფრთხილდებიან ხალხს, ანუ ურჩევნიათ რომ ჯერ ვიღაცა მთავრობის წარმომადგენელი, მერე ვიღაცა, მერე ესეთი ტიპის კანონი მიიღონ და თქვა რომ იცი რა, არ ვაღიარებთ და არჩევნები ჩაატარეთ, რაღაცა, იმიტომ რომ არსენალი დიდია ძალიან. იმიტომ რომ ეს რადგან გადაჯაჭვული არის და რადგან ვიცით რომ რაღაცა ჩვენი ეკონომიკა არის ამხელა და ამერიკის ეკონომიკა 25 ტრილიონია და ჩვენ 20 მილიარდი, ანუ 1500 ჯერ დიდია თუ რაღაცა რა. ხო და
იმას და დოლარიც არის ამერიკის ვალუტა, რომელთაც მთელი მსოფლიო ვაჭრობს. ევრო არის ევროპის ვალუტა, ხო, რომელთაც ასევე საერთაშორისო ვაჭრობა მიმდინარეობს. ამიტომ ამას ჯერ არ აკეთებენ, იმიტომ რომ ხალხს ზიანი არ მიაყენონ. თორე, მაგრამ ის რაღაცა ნაბიჯები ხომ უნდა გადადგან, არც არაფერი გააკეთო, არ გამოდის, ყველაფერსაც ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ხალხი ძალიან დაზიანდება. ხო, ამიტომ ესე ამ არსენალიდან ერთ პატარა იმას ამოიღებენ, გადადგავენ ნაბიჯი, მე მეორეს იქნებ ეს იყოს საკმარისი და ისე მოგვარდეს პრობლემა, რომ ხალხი არ დაზარალდეს. აი, ეს პროცესი მიდის. აი მაგალითად ის ფაქტი, რომ უცხოური ინვესტიციები შემცირდება პირობითად. და ეს ერთ მოქალაქეს, აი დედაჩემს პირობითად როგორ უნდა მოისმინოს, ანუ ამას რომ მოისმენს, რა უნდა იფიქროს, რომ მე მაგალითად ვერ დავიწყებ, თქვა ჩემი ძმისშვილი ვერ დაიწყებს მუშაობას, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები აღარ იქნება, რაღაცა შემცირდება, დოლარი კიდევ უფრო გაძვირდება ამით თუ ანუ ხო, აი ნახე ინდივიდუალურად. ეგ ამბავი როგორ მუშაობს? წეგან რო თქვით, რომ ჩვენ ყიდულობთო იქიდან პროდუქცია, ფულს ხო ვიხდით. ეს ფულს საიდანაც ხო უნდა მოვიტანოთ. ანუ ყოველ წელს 16 მილიარდი დოლარი, რამდენი ფული? 16 მილიარდ დოლარს ვიხდით უცხოეთში, რომ ეს პროდუქტები შემოვიდეს. ეს ფული ხო საიდანაც უნდა გაგვიჩნდეს ჩვენ, ხო? ეს უცებ აქვე ხო ვერ ვიზავთ, ისიც გარედან უნდა შემოვიდეს, ხო? ანუ რაღაციდან გარედან, აი რაღაცა ხელფასი უნდა ჩაგერიცხოს და მე უნდა დახარჯო, ხო? აქაც ეხა გარეთ თუ ვიხდით, გარედანაც უნდა შემოვიდეს. გარედან როგორ შემოდის ფული? პირველი ეს თქვით, რომ აი ეს ინვესტორები მოაქვთ ფული და აქ იხარჯება, ხო, ანუ ინვესტორმა თქვა, რომ სასტუმროს ავაშენებ. ეს სასტუმროს რო აშენებს, ხო, აქ აუთ კომპანიას უნდა გადაუხადოს, ვიღაცა ბეტონს მიყიდის, ვიღაცა სამსახურს დაიწყებს, ვიღაცა იმას, ხო, ამ ხალხზე იხარჯება, ეს ფული შემოვიდა. და მე ეს ხალხი ამ ფულს პროდუქტებს, რომელსაც გარეთ გადის და ესე წინ და უკან დადის ეს ფული. მეორე, საიდანაც ფული შემოდის, არის რომ ჩვენ მილიონზე მეტი ადამიანია მუშაობს უცხოეთში. ხო, ანუ ზოგი მომულელია, ზოგი IT-შია, ზოგი სადღაც არის, მაგრამ უცხოეთში მუშაობენ და აქეთ გზავნიან ოჯახში ფულს. ეს არის მეორე წყარო, საიდანაც ეს ფული შემოდის. და მესამე არის ტურიზმი. ხო, ტურისტები რო ჩამოდიან, თავისი ფული ჩამოაქვთ და აქ ხარჯავენ, ხო? ანუ აი ეს სამი მხარიდან ეს ფული შემოედინება და ჩვენ უკვე მე პროდუქტები გავიქით და პროდუქტები მოგვაქვს. ეს ციკლი არის ჩვეულებრივი. ეს ციკლი წყნარად და მშვიდად რომ მუშაობს, კურსი არის სტაბილური. ხო? 2 და 7 ისეთი. თუ უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის, მე იწყება კურსის გაუფასურება. ხო? ანუ წავა გახდება 2 და 8, 2 და 3, 4-მდე წასული დოლარის კურსი, ხო? ხო და აი ეგ მომენტია რა, რომ თუ მე ინვესტორი ვარ და შემეშინდა და აღარ ვდებ შენთან ფულს, თუ მე ტურისტი ვარ და აღარ შემოვდივარ შენთან და ჩემი ფული აღარ შემომაქვს და შენთან აღარ ვხარჯავ და თუ ეს ემიგრანტებსაც რაღაცნაირად შეუცირდათ და იმას ვეღარ იცხავენ თუ რაღაცა, უკვე ესენი სამივე მას გავლენას ახდენს, ნაკლები ფული შემოდის და კურსი იზრდება. ესე მუშაობს ეს ამბავი. ემიგრანტების საკითხს ბოლო 3 წლის განმავლობაში დაემატა კიდე ერთი ფულის შემოსვლის წყარო, რომელიც იყვნენ უცხოელები, რომლებიც საცხოვრებლად გადმოვიდნენ. იმათაც ხო თავის ფული ჩამოიტანეს, ხო? ხელფასი რო ერიცხებოდა, აქ იხარჯებოდა, აქ რო იხარჯებოდა, მე ამ ფულის განკარგვა შეგვეძლო, ხო? ეგეც შემცირდა. იმიტომ რომ ომი რო დაიწყო, მოცვიდნენ, ბევრი ფული ჩამოიტანეს, იქ რა ყველაფერი გაძვირდა. რაღაცა მე ხა ნელ-ნელა გავიდნენ და იმდენი ფული აღარ ირიცხება რა. შესაბამისად, აი ყველა ეფექტი, რაც იყო ფულის შემოსასვლელი ეფექტი, ან უკვე შემცირებული, ან საფრთხეში არის რომ შემცირდეს, ხო და საბოლოო ჯამში პირველი ხა 2 და 7 იყო კურსი, ხა გახდა 2 და 9. ხო, მე ახლა მაგას 3 და 3 და 5 რაღაცა და ეს ყველაფერი მე აისახება რაზე, იცი რომ მაგალითად iPhone-ის ფასი $1000 თუ არის, ის ხო ისევ $1000-ია. მაგრამ ეხლა 2700 ლარი გჭირდებოდა, ხვალ 3500 ლარი დაგჭირდება, რომ ისე ვისიყიდო. თუ 3500 ლარს iPhone-ში გადაიხდი, ის 700 ლარი იყო 800 ლარი, რაც აქ გადაიღოს, ხო ვეღარ დახარჯავ განსაცმელში, ხო? ანუ შესაბამისად მოგვიწევს, რომ მეტი გადავიხადოთ რაღაცეებში და ნაკლები დაგვრჩეს სხვა რაღაცეებში. ანუ გუშინ წინა წელს თუ 5000 ლარად ვიყიდით iPhone-ს და ასაცმელს, ეხლა ვიყიდით iPhone-ს და რაღაცას და მესამე-მეოთხეზე უარის თქმა მოგვიწევს. რა ეს არის ესე როგორც მუშაობს და ეს ტერმინია ხოლმე ინფლაციას ეძახიან. ინფლაცია არის ზოგადად რომ ძვირდება რაღაცეები, ხო? კურსი არის ამის განსაზღვრავს ამას, ხო? იმიტომ რომ შემომტანმა კომპანიამ $1000 ხო უნდა იყიდოს, რომ
iPhone-ს გადაურიცხოს, Apple-ს გადაურიცხოს, რომ იმან გამოუგზავნოს პროდუქცია. აქამდე 2700 ლარით ყიდულობდა $100, ეხლა 3500 ლარით იყიდოს. ხო, ეხლა იმან ხომ და გაყიდოს, მოგება ხომ და დარჩეს. ამიტომ 3500 მოგება დაადებს 4000 ლარს რა. ხო, აი ესე მუშაობს რა, იმიტომ რომ მე რომ უფრო მეტი ლარი მჭირდება, რომ დოლარი ვიყიდო, შესაბამისად, აქაც მეტად უფრო ძვირად უნდა გავყიდო რა და ჯამში უცებ პინპინპინპინ და ფასები გაიზრდება. ესეც ცევდიანი პოდკასტი გამოდის მე მგონი. პრევენციული ხასიათი დავარქვა. აი თქვენი სტატუსი ვნახე Facebook-ზე დაგწალკეთ. ესეთი რაღაც ეწერა, რომ იმპორტი წლის განმავლობაში არისო დაახლოებით 16 მილიარდ 500 მილიონი. და ეს ნიშნავს, რომ და დოლარის კი და ლარის გაუფასურება გამოიწვია ის, რომ იგივე პროდუქციის საყიდლად რაღაცა მილიარდით მეტი თანხის გადახდა არის საჭირო. ანუ ეს ეხლა რომ ჩამოვიყვანო ნატოზე, ანუ ჩემ თავზე რომ ჩამოვიყვანო, ეს ნიშნავს, ვთქვათ, კვირაში თუ მჭირდებოდა მე სახარჯოდ 200 ლარი, ანუ იგივე 200 ლარის პროდუქციის საყიდლად მე დამჭირდება, არა ვიცი, რაღაცა 300 ლარი, 500. პრობლემა ერთი რო კი, მაგრამ შენ 200 ლარი ხო საიდანღაც გერიცხება, ის გაახსამოსო და გაას 400-ად გახადო ცოტა რთულია, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში რა გიწევს, რომ მით უმეტეს როცა ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში ხელფასები მაღლა აღარ მიდის. ანუ ჩვენ თუ ვიღებთ იმას, რომ ხელფასი გაიყინა და ფასები გაძვირდა, შენ უბრალოდ ნაკლებს ყიდულობ. სხვა ოფცია არ გრჩები, ხო? აქამდე თუ შეგეძლო რომ გეყიდა 5 პროდუქტი, ვთქვათ, და ვიცი მე კონცერტზეც წასულიყავი, მეგობრებთან ერთადაც წასულიყავი, ტანსაცმელიც გეყიდა, იქ Netflix-ის subscription, რაღაცებს ყოფნიდა ეს ფული. ეხლა იმდეს აღარ ყოფნის, ანუ უფრო ის არის რაღაცეებზე უარის თქმა მოგიწევს, თორე ეხლა ვიღაცა 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი, 1500 ლარი რო გაქვს ხელფასი, ეხლა ყველაფერი გაძვირდა და 3000 ლარი გადამიხადეთ, ესე არ მუშაობს, ხო? ის გეტყვის რომ კრიზისია, ვერ გადაგიხდი რა, თუ გინდა საფრთხეებიდან წადია, რომ მეც არ მაქვს, ხო? მაგას გეტყვის და ანუ საბოლოო ჯამში გადაითარგმნება იმაში, რომ იგივე ფული ნაკლებ რაღაცეებს ეყოფა. ხო? და ეგ არის მაგას ეძახიან ხოლმე ცხოვრების დონის შემცირებას, რა, იმიტომ რომ მე რო 1000 ლარად ამასაც და ამასაც და ამასაც ყიდულობდი, ეხლა ვყიდულობ მარტო ამას და ამას. და ისი და ის ჩამეხსნა რა. თან ეს გამოიწვია, ანუ ეს მასშტაბურობა რომ დავინახოთ 0.1. აი 2.7-დან 2.8-მდე ხო ავიდა კურსი, ახლა უკვე 2.9-ზეა. და ძალიან მარტივი ამბავია რა, ეს 16 მილიარდისას ხო ყიდულობთ 16 მილიარდ დოლარს ხო ვიწყოთ. 2.7-ზე რო გავამრავლებთ, ლარში ხო გამოვა რაღაცა 43 მილიარდ რაღაც. 2.8-ზეც რო გავამრავლებთ რაღაცა გამოვა და ეგ სხვაობა არის მილიარდ 650 მილიონი. ეხლა ეგ როგორ არის რა, ეგ მილიარდ 650 მილიონი ყველაზე გადანაწილდება, ხო? 3.7 მილიონ ადამიანზე ვიღაცა მეც ყიდულობს, ვიღაცა ნაკლებს ყიდულობს თავისი შემოსავლიდან გამომდინარე. მაგრამ ეგ არის 0.1-ით. 0.5-ით, 0.5 რა არის, ხო? 2.7, 3 და 3-ზე რო ავიდეს. რაც არც ისე შორია თითქოს, ხო რა, სადაც 2.9-ზე ავიდა, 3 და 3-ზე შეიძლება ავიდეს, ხო? ეგ არის 5 მაგდენი, ანუ 8 მილიარდი ლარი. საქართველოს ბიუჯეტი რამდენია? იცი, აი მთავრობა მთელი წლის განმავლობაში რასაც ხარჯავს, აი გადასახადებს რო აგროვებს, გზებს რო აგებს, პენსიებს რო იხდის, ჯანდაცვას რო იხდის, შავი ჯიპებით რო დადის, რა, ყველაფერი ერთად. არის 22 მილიარდი. და 0.5-ით გაზრდა 8 მილიარდი ლარით მეტი უნდა ამოიღოს ჩვენი ჯიპებიდან, რომ იგივე მოვიხმაროთ, რასაც აქამდე მოვიხმართ. აი ეგ არის რა მაგ სტატუსის იდეა, რომ ეს კურსი თითქოს გახდა 3.3, მაგრამ 3.3 გახდა პროსტა არ არის. 20 მოიმატა. აბეია. ეგ $1-ზე მოიმატა, ვთქვათ, ხო რაღაცა იმითი, 50 თეთრით, მაგრამ 16 მილიარდზე? ხო? Yes. კარგი მოდი ჯი. არავის დაძაბო არ მინდოდა ამაზე. მე არ მითხრათ არ გითქვია. ეკონომიკურად იზოლირებულ ქვეყნებს რო შევეხოთ. აი ზოგიერთ ქვეყანაზე ამბობენ, არ ვიცი ბელორუსზე, რომ იმათ აქვს და შეუძლიათ რომ ცოტა ხანი რაღაცნაირ ნახევრად იზოლაციაში იყვნენ, არა საქართველოს ტრახანი ექსპორტი ამდენი არის და
ასე ცოტა არის და იმპორტი ასე დიდია, ესე იგი ამას ჩვენ არ შეგვიძლია რომ ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ თქვათ როგორც სხვა ქვეყანას შეუძლია. ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ თქვათ ის აწარმოებს რაღაცას? ძირითადად იზოლაციაში აი ვინ არიან და ვის მოდი ასე ვთქვათ, ერთი რომ ვის გასდის რომ ბოლომდე დემოკრატიული არ იყოს და მეორე რომელი ქვეყნები არიან იზოლაციაში. რუსეთი იზოლაციაშია, ბელორუსია იზოლაციაშია, ვენესუელა იზოლაციაშია. საუდის არაბეთს და ყატარს გასდის რომ არ იყოს იზოლაციაში, მაგრამ თვა დემოკრატიულებიც არ არის. როგორ ხდება ეს? და სირიაც მათ შორის არ არის, ხო, იზოლაციაში. უმეტესობას აქვს ნავთობი. ხო, ბელორუსიას იმდენი არ აქვს, მაგრამ ბელორუსია რუსეთზე ამიწებებული შეგვიძლია რომ ერთ ტიპად განვიხილოთ რა. უმეტესობას აქვს ნავთობი და ჩვენ რომ ვთქვით რომ ფული რომ შემოვიდეს ქვეყანაში, გვჭირდება რომ ინვესტორმა უნდა მოგვცეს, გვჭირდება რომ ემიგრანტებმა გადმორიცხონ, გვჭირდება რომ ტურისტები შემოვიდნენ, იმათ ემატებათ მეოთხე წყარო ამ ფულის, რომელიც არის ნავთობიდან მიღებული ფული. რომელზეც ახლა იცი როგორ არის რომ შენ იზოლაციაში ხარ თუ არ ხარ, ბოლოს კლიენტს სადღაც მაინც იპოვი. ხო, ან ინდოეთი იყიდის შენ ნავთობს, ან ჩინეთი იყიდის შენ ნავთობს, ან ვიღაცა იყიდის შენ ნავთობს, სულ რა არა დემოკრატიული იყო იმათ დიდად არ ადარდებს. რა შეიძლება ახლა რუსეთი რამდენი ნავთობს ყიდა ევროპაში, ახლა მიდის პოლიტიკა ამ უკრაინის ომის მერე რომ რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლა. და უკვე ანუ ჩამოწეული არის ძალიან ახლა, მაგრამ ამ რუსეთმა მერე ეს ინდოეთში გადაამისამართა. შეიძლება ინდოეთი იმდენს არ უხდის და ასე შემდეგ და აი გაზპრომი არის ყველაზე დიდი კომპანია რუსეთში ამ ნავთობის სახელმწიფო კომპანია ნავთობის წარმოების. შარშემ ძალიან დიდი ზარალი ჰქონდა. 5 მილიარდი დოლარი თუ რაღაცა ზარალი ჰქონდა რა. მაგრამ იმათ აი გასტით ვენესუელაც ძალიან დიდი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა. ხო? ამიტომ აი ეს იზოლაციაში ვინც არიან მოქცეული ძლებენ იმიტომ რომ აი ეს ნავთობი აქვს რომელიც ქეშქაუა რა ეს ფულს აგენერებს და მე იმით შეგიძლია რაღაცები ისევ დააფინანსო რა. რა თქმა უნდა ცხოვრების დონე ქვემოთ ჩამოდის და პრობლემებია და ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში, მაგრამ at least they can survive და გააგრძელონ ოპერირება რა, მაგრამ ჩვენ რადგან იქ არ გვაქვს და thanks god რომ არ გვაქვს, იმიტომ რომ როგორი ქვეყანა გვექნებოდა არავინ არ იცის. ნავთობის ის რო იყოს ისედაც იზა ვარ ხოლმე ეხლა ჩვენ გვიწევს რომ ვიყოთ ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში მოვიქცეთ და ანუ ცივილურად მოვიქცეთ რა ანუ ხალხი ყველა ციხეში არ უნდა ჩავსვათ ვიღაცა ხმას რო ამოიღებს არ დაიჭირო ხო რაღაცა არჩევანი ხალხი რასაც ვისაც აირჩევს იმან მართოს ქვეყანა ხო რაღაცა თითქოს არაფერი განსაკუთრებულს არა მაგრამ მაგაზე მიდის ეხლა საუბარი რა ხო და ამიტომ იმიტომ შეუძლიათ რომ ნავთობი აქვს ძირითადად ხო ან ძალიან დიდები ხა ჩინეთი მაგალითად იქაც არ არის დემოკრატია რა მილიარდებს მილიონიანი ქვეყანა არის და rule of law მაინც არის რა რაღაცა მუშაობს რაღაცა პრესა პოლიტიკას არ უნდა გაეკაროთ რა ხო ამიტომ სხვადასხვა რაღაცები არის მაგრამ პატარა ქვეყანა როცა ხარ ეგ მნიშვნელოვნად რაღაცა რესურსები ეგეთი არ გაქვს ხო აზერბაიჯანს სხვა სიტუაცია აქვს ხო იმიტომ რომ აზერბაიჯანსაც ნავთობი აზერბაიჯანს შეუულია ხო რაღაცნაირად რომ ამ ფულით აკეთოს ბევრი რაღაცა ჩვენ ეგ ფული არ გვაქვს შესაბამისად ეს სხვა ფულები გვჭირდება რა უფრო ვიშუქი რაღაც more creative უფრო კარგი გარემო უნდა ქონდეს ხალხს აქ ჩამოსვლა უნდა უნდადეს ხალხს აქ ფულის ჩადება უნდა უნდადეს და ესე თუ აურიეთ ქვეყანა არავის აღარ მოუნდება ხო იმას შეუულია რომ არიოს მაგრამ გამერე ამოიღებს მიწიდან ნავთობს კაპიტალს და ფულს მაინც აიღებს ჩვენ მაგას ვერ გავაკეთებთ ამიტომ განსხვავება ეგ არის ძირითადად აღარა მოვიხარო კარგი. რომ ამბობენ რომ აი არ ვიცი რუსეთ ჩინეთის ეკონომიკურ კოალიციას მივებმევით და ისინი მოგცემენ ფულს. და აი აქეთ აღარ გვინდა და იქითკენ წავალთ. ეს როგორ გავიგო, რომ როგორ წავალ იქითკენ. რატო დაიბადა ეს კონცეფცია საერთოდ? აიცი არის მარტო ეკონომიკა ხო არ არის რა მაგალითად თუ მაგეთ წავიდა საქმე მაგალითად პრობლემა ექნება რას რომ აი ჩვენი პასპორტის რო შევშლიგინდებით ევროპაში და არავინ არაფერს არ გვეკითხება მე უკან წამოვალთ და არც ვიზებზე ვდგავართ რიგში და არაფერში ხო მაგასაც პრობლემა შეექნება ანუ აი იზოლაციის ნაწილი მათ შორის ეგეც არის ხა ჩვენ ინტეგრირებული ვართ ევროპულ ტერიტორიასთან ისე რომ აიღე პასპორტი გაფრინდი ხო და იქ ვიღაც ჩალი შეხვალ ადრე ხა
არც მე ვარ თლა ახლა 60 წლის, მაგრამ მეც ბევრჯერ ვდგარ ვარ ვიზის რიგში. გერმანიაში იყო თუ ის იყო თუ ზოგიერთ ქვეყანაში ხაც არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებზე ვიდახი რა. რომ იქ რაღაცა 3 თვით ადრე ამ ხელა დოკუმენტებით უნდა შეხვიდე, რომ ერთი კვირით ჩახვიდე. ეხლა ის ფუფუნება გვაქვს ძალიან დიდი, რომ მთელ ევროკავშირში შეგვიძლია, რომ პროსტა ხვალ გავხინდე პრაღაში, ავდექი და პრაღაში გავფრინდე. რა, მაგრამ ეგ სულ ეგრე ხო არ ყოფილა რა, მანამდე იყო, რომ პრაღაში გავფრინდე. და 1-6 თვით ადრე უნდა დაიწყო მაგაზე მუშაობა, რომ პრაღა შეგიშვებს თუ არ შეგიშვებს და რა ორი კვირით შეგიშვებს. რა, აი ამ კონკრეტულ ორ კვირაში თუ გინდა ჩამოვიდეს რა. ხო და ეგ არის ეს, ანუ მიგმულია ეკონომიკაც ეს სავიზო ამბავიც რაღაცა, ხო? ეხლა თუ იქით რადარზე წავედით, ეხლა ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან ჩაუბრალდით, ხო? ამერიკაში ფაქტიურად ვეღარ შევალთ, ვეღარც ვისწავლით, ვეღარ ვიმუშავებთ, ევროპაში პრობლემები გვექნება ჩასვლაზე, ტურიზმზე, სწავლაზე, მუშაობაზე და ასე შემდეგ. ხო, მარტო ისეც არ უნდა მოგვასაღონ, რომ იცი რა, იქიდან ფული იქიდან შემოვა, აქედან თუ არ შემოვა. მაგრამ მეორე ფული ზოგადად როგორ მუშაობს, რა? დასავლელი ინვესტორებისთვის წეღარაც ვილაპარაკეთ, ის არის მნიშვნელოვანი რა, რომ მე რო ფული ჩავდე, ვთქვათ ვიღაცამ დამჩაგრა სასამართლოში მივალ და ვიტყვი რომ მეგობრებო ეს ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ რა და თუ სიმართლეს ვერ დავამტკიცებ, ცოტა ფრთხილად ვიქნები ფული რო ჩავდო, ხო? და ის დასავლელი ინვესტორი ვინც არის ესეთი კულტურული ინვესტორი, ამას უყურებს, რომ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ფულის ჩადება. უსაფრთხოდ სადაც იქნება. რუსული და ჩინური ფული მუშაობს სხვანაირად. ის არის პერსონალურ გარანტიებზე და შეთანხმებებზე მიღმული ფულია. უკრავ თავრობასთან დავალაგებ, იმასთან, ამასთან და ის მომცემს გარანტიას, ხო? აი, ცუდი ქვეყნებიც, ცუდად მართული ქვეყნებიც, არადემოკრატიული როგორ არის, ვიღაცა ახლობელი უნდა ყავდეს სასამართლოში. რატო უნდა ყავდეს ახლობელი ნაცნობი სასამართლოში? არის რაღაც ეს. ხო, შემოსავლებში ვიღაცა ყავს და ამიტომ არ მომაგითხავენ თუ რაღაცა, ხო? ნორმალურ ქვეყანაში ხო ეგრე არ მუშაობს. ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს, რომ აი კანონს ვიცავ და ვერავინ ვერ შემეხება. ხო და აი რა ადრე ძირითადად ქართული ბიზნესსაც თავისი ისტორია აქვს რა, დღემდე ესე კი არ მოსულა. ვინც გვიყურებს ალბათ მე ჯერ კიდე საბჭოთა კავშირში დავიბადე 99 წელს, 91-დან ვარ დამოუკიდებელი. ხო, ალბათ ვინც გვიყურებს უმეტესობა დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში უმოწო. მეც ეგრე გავუქრო მერჩინა. მაგრამ და საბჭოთა კავშირი არ მახე 2 წლის ვიყავი, არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად საბჭოთა კავშირში ბიზნესი არ არსებობდა. აი, კერძო საკუთრება, რომ ეს დინა ჩემია და როცა მინდა გავყიდი, როცა მინდა ვიყიდი. და ეხლა მე ხვალ წავალ და ბიზნესი დავიწყო, იქ ეგეთი რაღაცა. ეს ბიზნესი ჩვენია. ხო, არ არსებობდა ეგეთი რაღაცა. ყველაფერი იყო სახელმწიფოსი. ყველაფერი. და ეხლა ახლა შეიძლება იცხოვრე აქ თუ რაღაცა ისეთი ამბავი იყო. კი, ჩემი სახლია, მაგრამ შედი. ხო და, მაგრამ იქაც აკეთებდნენ ვიღაცები ფულს რა, ვიცი, უფრო პატპოვი უნდა შეძახიო, იცის ქვეშ underground ბიზნესი იყო რა. ხო და მაგათ ეგ ეძახდნენ ცეხავიკებს. აჰა, ეგ ტერმინი ცეხავიკი თუ გაგიგია, ეგ მოაკტივებს და სირცხვილად ითვლებოდა. ეხლა ხო ბიზნესმენობა და რაღაცა ის cool. მაგრამ მაშინ ეს ცეხავიკი რა სახელია ჯერ, ცეხავიკი რო ხარ. და ცეხავიკები ეგ რეალურად ბიზნესმენები იყვნენ, რომელსაც იქ რაღაცა იყიდა, მე რა გაყიდა და რაღაცა და რაღაც არ შეიძლებოდა, მაგრამ აკეთებდა. მე წამოვიდა 90-იანების ბიზნესი. 90-იანების ბიზნესი რა იყო? ეხლა მე ავიღებ ამ ქარხანას სახელმწიფოს ხო იყო ყველაფერი. გახდება ჩემი და ან ჯართად გავყიდი და ფულს ვიყიდი, ავიღებ, ან რაღაცის წარმოებას დავიწყებ. უმეტესობა გამდიდრება და ან თავრობაში ხარ და იქ თავებს იღებ. რა, აი ძირითადი ბიზნესი იყო ეგ, რომ ან ხალხის ქონებას დავითრევ და ჩემი გახდება და გავდიდრები, ან თავრობაში გამსავიდებ და გავდიდრებ. მე იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლება, სადაც ცოტა უფრო რაღაცას დაემსგავსა, მაგრამ ყველა მაინც არის შიშის ქვეშ რა, რომ ემან ხმა არ ამოვიღო, თორემ თავრობა მოვა და სახეს გამოიწვევს რა. ხო, აი რაღაცა აი ამ ევოლუციას გადის ეს ბიზნესი რა. ეხლა ჩინეთთან და რუსეთთან გადართვა უკან დაბრუნებას ნიშნავს ის. ანუ ის კი არა რომ ბიზნეს ინსტიტუციებთან არის მართალი და თავის სწორად და გამჭვირვალედ მუშაობს და დასამალი არაფერი არ აქვს და ვერავინ ვერ დაჩაგრავს, მაგით კი აღარ წავალთ. უკან წამოვალთ ისევ რომ ეხლა ვიღაცა ტიპთან უნდა დავალაგო რა, რომ მე ჩემი ფული, ხო, რომ ისევ შევძლებ რომ ავიღო უკან რა. ხო, ამ თავრობასთან რაღაცა კორუფციაში შევიდე თუ რაღაცა, ხო? ამიტომ ის მარტო ის არ არის რომ ამ ფულს ის ფული ჩაანაცვლებს, ახლა ფულსაც თავისი ვალდებულებები მოყვება და თავისი მენტალური რაღაცები მოყვება, ხო, რომ რაღაცა
იქეთ წავა საზოგადოება თუ აქეთ წამოვა და ეგ არის ფაქტიურად 90-იანებში საშინელ ბიზნესს ყოველდღიურობაში დაუბრუნდეთ რა. იმიტომ რომ ანუ ეს ყველაფერი რაც აქამდე გვიკეთებია რომ ბიზნესი იყოს სუფთა, არ მალავდეს გადასახადებს, პატიოსნად მუშაობდეს, არ ეშინოდეს არავისი, რეკეტი აღარ იყოს, კორუფცია აღარ იყოს, ხო? ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ისევ რომ დაუბრუნდე მის გვიყურებს, არავის პოლიციელისთვის ფული არ მიუწია, რომ გაუშვას, ხო? ეს საზოგადოებამ რაღაცნაირად მოვიპოვეთ რა, შეიძლება მაგრამ ეს იყო ყოველდღიურობა ადრე, ხო, რომ ანუ პოლიცია რო გაგაჩერებდა, ჯარიმას კი არ გიწერდა, ჯიბიდან ფული უნდა გეღო და მაგისტვის უნდა მიგეცა. აი ფაქტიურად ბიზნესის მაგ გარემოში დაბრუნება იქნება რა. ძალიან ძიმე პოდკასტია არც ისე რა არა, საინტერესოა. არც პირველი იყოს. მაგრამ ესენი არის საფრთხეები და თუ არ გვეცოდინება რა საფრთხეები გვაქვს, თავს ამოყავთ მაგ მოცემულობაში. როგორ უნდა მივიდეთ სტაბილურობამდე, რომ რა შეიძლება მოხდეს, რაღაცები რომ დამთავრდება, რომ თუნდაც ჩვენი ვალუტა გაძლიერდეს, სტაბილური გახდეს ეკონომიკური სიტუაცია და ასე შემდეგ, ანუ როგორ წარიმართება ეს ამბავი. მაგის ფორმულა არის ძალიან დიდი ხანია რა. ანუ ეგ გვაქვს, ეგ ანუ ნე თავარი არის რა. ცოტა გავწდეთ თემას და როგორ მუშაობს დღევანდელი დემოკრატია ზოგადად. ხო, ანუ ხალხი მივიდა არჩევნებზე, მისცემს თავრობას. ხო? ანუ თავრობას აქვს სამ ფეხზე დგას. ხო, ერთი არის პარლამენტი, მეორე არის თავრობა და მესამე არის სასამართლო. მეოთხე არაფორმალურ ფეხს, რასაც ეძახენ, ეს არის მედია, რომელიც ამათ ყველას აკონტროლებს. მაგრამ პარლამენტი, თავრობა და სასამართლო ისე არის შინაარსობრივად დიზაინებული, თუ სწორად მუშაობს, რომ ერთმანეთს აბალანსებს. ხო? მაგალითად, პარლამენტმა ვერ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც არის კონსტიტუციის წინააღმდეგ. ხო? მაგალითად, თუ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიდეთ ევროკავშირში და ნატოში, ანუ ყველაფერი ნიშნავს, რომ ყველაფერს. თუ მიიღე კანონი, რომელიც იძახის, რომ ამას არ გავაკეთებ, ესე იგი, ის ეჯახება კონსტიტუციას. აქ უკვე სასამართლო უნდა შემოვიდეს საკონსტიტუციო და პარლამენტს უთხრას, რომ მოიცა, აქ ის არის და იქ თუ მთავრობა რაღაცას აკეთებს და კორუფციაში არის, ხო? ისევ სასამართლო აბალანსებს, ხო? მთავრობა მერე პარლამენტს უნდა უთხრას, რომ იცი რა, ეხა ეს განაბიჯები გადავდგათ თუ რაღაცა და ვიღაცასთან დაალაგე თავისუფალი წროების შეთანხმება და რატიფიცირება. გავუკეთეთ, რომ ეკონომიკას ვერ გავსწრებთ. და აი სამი მხარე არის, რომ ერთმანეთს იმაშვება რა, ყველას თავთავისი ნაწილი აქვს, მაგრამ ესენი ერთმანეთს აბალანსებენ. ამერ ინგლისურად ქვია checks and balances system. ხო, ერთმანეთს ამოწმებენ და ერთმანეთს აბალანსებენ. და მედია ამათ ყველას როგორც watchdog-ი და არასამთავრობოები უყურებს, რომ მან სადღაც რაღაცა მოშლილი თუ არის, განგაში ატყობს. ეხლა ჩვენთან ეს არის მოშლილი. აბსოლუტურად მოშლილი არის რა. აი, ნახე, პროკურორი ადგება და ისა პოლიციელი ადგება და დაგიჭერს. მე პროკურორი ადგება და ამას საქმეს შეადგენს, მე სასამართლოს წახვალ და ის და ჩაქრეს ციხეში. ხო? ანუ სასამართლო ხო ის უნდა იყოს, რომ ეს კაცი რატო დაიჭირა? აბა დამიმტკიცეთ, რომ დააშავა. ხო, და შენ რომ მიგაქრო აი ვიდეო რო არაფერი არ დაუმტკიცებია და იქ რო პოლიციელი დგას მეორე და იტყვის რეჩი რა დააშავა და ვიდეოში არაფერი არ დაუშავებია და სიტყვაზე კენდო რომ დააშავა, აბა ციხეში არ ჩავს. მაგრამ ჩვენთან ეს მოშლილია რა. ნებისმიერი წინა ხელისუფლება სხვათა შორის განაიმარტო ესენი. ყველა ცდილობს რომ ერთი ტიპი იყოს, რომელიც სამივეს აკონტროლებს. და ებრძვის მეოთხე მედიას, რომ ამან ხმა არ ამოიღოს. იმიტომ რომ ხმა თუ არ ამოიღო, ყველაფერი ვერ გავიგეთ რა. ანუ ეს არის რეალურად სისტემა გვაქვს გასამართი რა. ხო? მაგრამ ამ ყველაფრის ფუნდამენტში დემოკრატიაში დევს რა? დემოკრატია სიტყვა ნიშნავს ხალხის მმართველობას. ხალხმა თავისი არჩევანი რასაც აკეთებს, ეგ არის ყველაფრის ლეგიტიმაციის წყარო. ხო, ჩვენ გვინდა რომ ამან მართოს. შეიძლება დიქტატორია თავში გვირთყოს, მაგრამ გვინდა რომ ამან გმართოს. შეიძლება თეორიულად, დაპირებებში ეწერა რომ თავში ჩაგარტყოთ. და ჩვენ ყველამ ეს გვინდა რომ თავში ჩაგვარტყოთ. ამის უფლება გვაქვს. მაგრამ პრობლემა არის მაშინ, როდესაც აი ამ არჩევანზე ხდება ზეწოლა. ან გაყალბება. ხო, რომ რეალურად ერთს უნდა ემართა ქვეყანა, ამათ უნდა ემართათ ქვეყანა და ისე გამოვიდა რომ ამათ უნდა მართო. და მანდ არის რეალურად პრობლემა, ხო? ანუ ძალიან ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, რომლის გამოგვარებაც არის ძალიან მარტივი თუ ძალაუფლება არ იქნება კონცენტრირებული.
იმიტომ რომ ვიღაცები პარლამენტში ვიღაცას 20% ქონდეს, ვიღაცას 15, ვიღაცას 17, ვიღაცას 9, ვიღაცას 8 დაუჭამიათ ერთმანეთი რა, მაგრამ ის მაინც ვერ იქნება რომ ეხა ერთი ტიპი იყოს 85 მოაწეს, მე ის ქვემოთ ჩავა იმეებში, მე ისინი რაღაც ჰოპ და ერთი ტიპი რასაც იტყვის, ისე აღარც კანონი არის და პრობლემა რა არის მანდ რომ აზრს კარგავს მართალი ხარ თუ არა. თუ აი პატიოსანი ადამიანი რო ხარ, ძახი რომ ვაფერი არ დამიშავებია და ვერაფერს ვერ მიღებ. ეს არის კაი ქვეყანა. და როცა ეს აზრს კარგავს, ეგ არის ხო? ამიტომ ეხლა ყველა აქამდე უნდა მივიდეთ რა, ამ გასაგები სასამართლოში დევს რეალურად რა, რომელიც არასოდეს არ ქონია და სულ პრობლემაა, თორე იქ პოლიციელი ეხლა ერთხელ რომ დაგიჭერს და მოსამართლე რომ ეტყვის რომ მეორეჯერ ხო არ დაგიჭერს. მაგრამ იქ რომ მოსამართლეში შემდეგი ხო, უკვე პრობლემაა რა. ამიტომ ეგეთი რაღაცები გვაქვს გასაკეთებელი. ანუ ჩვენი ეკონომიკა ძალიან ისეთია, მოქნილია, დინამიურია, ბევრი რაღაცაა გავლილი და ერგება ბევრ რაღაცას რა, მაგრამ ფუნდამენტში გვაქვს პრობლემა. პოტენციალი აქვს ესეთი სერიოზული. ანუ საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს იქ ლოგისტიკის კუთხით, იმიტომ რომ გეოგრაფიულად კარგი მდებარეობა გვაქვს ადამიანური რესურსის კუთხით, იმიტომ რომ საკმაოდ ტალენტით უყავს უბრალოდ განათლების სისტემაში გვაქვს პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის გაუმჯობესება, ხო, ანუ წლიდან წლამდე რომ უკეთესობა გქონდეს, ხო, ანუ ყველაზე კარგად იშლას 10%-ით მაინც უნდა იზრდებოდე წელიწადში და ეგ არის რომ აი კარგად მიდიხარ რა, იმიტომ რომ ესე რომ გროვდება, ხო? ნახე 100 ლარი თუ მქონდა და 10%-ით გავდაზარდე უკვე 110 მაქვს. 110 რო გავზდი მე 10%-ით იქ 10 კი აღარ ემატება უკვე ამ ეს ხუთი ამის 10% 121 ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე უკვე აი ეს ერთი 10 წელი 15 წელი 10%-იანი სტატუსი შეინარჩუნე, ბოლოს უკვე ისე ძალიან კარგად ცხოვრობ. ხო? მაგრამ მაგას ვერ შეინარჩუნებ თუ ეხა ინვესტორი აქედან გიყურებს და ეხა იქ ვიღაცა ჟურნალისტი ციხეში ჩააგდეს, ვიღაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სხვა დეპუტატებმა ცემეს იქ ამერიკა არ გაღიარებს, იქ ის დაუსანქცირეს და ის ვიღაცა იტყვის რომ არ მინდა ცხოვრობ არაფრის კეთება. ჯერ დაალაგდნენ და მე ვილაპარაკოთ რა, მაგრამ ჯერ უნდა დავულაგდეთ. ერთი დამატებითი კითხვა აქვს. ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს, აი წინა წელს დავწერე ესეთი ბლოგი პენსიებთან დაკავშირებით და როგორ რა სიტუაცია მაგ მხრივ და წავაწყდი იმას, რომ მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ 2030 წლისთვისო მე შევძლებო, რომ თუ მოვალო ხელისუფლებაშიო 1000 ლარი იქნება პენსიაო. და ამ დროს იმჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ესეთი რაღაც უთხრა, რომ რა სისულელი არისო 2030 წლისთვისო 1000 ლარი შანსი არის, ვერასდროს ვერ იქნებაო. და ესე ანუ მე არ მაქვს მაგდენი უნარი და ცოდნა რომ მე განვესახო რომელი იყო მართალი და რომელი არა და ეხა შეგვიძლია რომ მოკლე მათემატიკა რამეს გავსი გავაკეთოთ რომ რომელი გვატყუებდა ან რომლის იმედი გქონდა რომელს დაუჯეროთ იქნება 2030-თვის პენსია 1000 ლარი. რატო არის რთული, ხო? პირველ რიგში ხო თქვით ეს 22 მილიარდი არის ბიუჯეტი და მაქედან მე-13 სადაც 7 მილიარდი დაახლოებით იხარჯება სოციალურ დაცვაზე. სოციალურ დაცვას აქვს ორი კომპონენტი. ერთი არის ვისაც უჭირს, იმათ ვეხმარებით, მეორე არის პენსიებს ურიგებთ, რა ქვია, ასაკიდან გამომდინარე, ხო? ეხლა ცალკე ჩვენ გვაქვს კიდე საპენსიო ფონდი, რომელშიც გიგროვდება ინდივიდუალურად, yani გადასახადს რო იქ საშემოსავლო გადასახადს რო იქ ხალხი, იქაც რაღაცა გიგროვდება. ესე არის. მაგრამ ეხლა იმისთვის რომ სადღაც ახლობს 100 ლარამდე, 100 ლარის ფარგლებში გვაქვს ეხლა პენსია თუ სწორად მახსოვს ეხლა 35 ლარით გაზარდეს კიდე. ხო? ანუ უნდა გასამაგდეს. ხო, ანუ 300-1000 რო ავიდეთ, ფაქტია 330-ით, რაღაც 1000 რო ავიდეთ, უნდა გასამაგდეს. Which is possible თუ კარგი ეკონომიკური ზრდა გექნება. აი, მაგალითად, ამ სიტუაციამ ეხლა ომის გამო რო ხალხი შემოწვივდა და ეკონომიკური ზრდა რო ქონდა და ამათ ფული დახარჯეს და გადასახადებაც რო გადაიხადეს, ხო? მაგრამ ეხლა ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ბიუჯეტი როგორ დგება მაღაზიაში ვთქვათ და მათგან გამომდინარე. მაგალითად, ნებისმიერ მაღაზიაში რო შედიხარ და რაღაცა პროდუქციას რო ყიდულობთ, ხო, იქნება საკვები, ტანსაცმელი, ისა თუ 18% მიდის ბიუჯეტში. მაგას ქვია დამატებითი ღირებულების გადასახადი. და ეს 18%. ის ხალხი რომ ჩამოვიდა, ამ ფულის ხარჯვა ხო დაიწყო.
ანუ რასაც ყიდულობდნენ ის კომპანიები, იქიდან ყველაფერს 18%-ს იხდიდნენ ბიუჯეტში, ხო? ეს 10,000-ობით ადამიანი არის და მილიონობით დოლარი. და 2020 წლიდან 2024 წლამდე ჩვენი ბიუჯეტი გაორმაგდა. ანუ მანამდე იყო 11 მილიარდი, ეხლა არის 22 მილიარდი. და 24 წლის ბიუჯეტი 25 მილიარდისკენ მიდიოდა, ხო? ანუ თუ ეხლა ესე შევხედავთ, რომ 4 წელიწადში შესაძლებელი ასე თუ ისე, ხო, შეიძლება მდგრადი არ არის ეს და sustainable არ არის ესეთი ზრდა, ხო, იმიტომ რომ ეს ხალხი წავა და თავის ფულს დაიღებს, მაგრამ რაღაცების გაკეთება შეიძლება, ანუ ეს 10%-იანის დაშენა შეინარჩუნო და ახვიდე, ხო, 10-დან როგორც 20-ზე ახვედი, 20-დან შეგიძლია რომ 30-ზე და 40-ზე ახვიდე. ამიტომ კარგი ეკონომიკური ზრდის პირობებში შეიძლება ეგ ის, მაგრამ საკმაოდ დიდი ის არის რა, ბიუჯეტი არის. იმიტომ რომ სადღაც მილიონი ადამიანი არის, აი 3.7 მილიონი ხო ვართ ქვეყანაში. 1 მილიონი დოლარი, ის 1 მილიონი ადამიანი მაინც არის, ვინც რაღაცა ტიპის დახმარებას იღებს ბიუჯეტით, ხო? ანუ შენ რომ 100 ლარით გაზარდო წლიური, რაც თვეში ყვალარია, ხო? 100 მილიონი ლარი უნდა გაზარდო ამის ბიუჯეტი, ხო? საიდანაც ეს ფული ისევ ხო უნდა მოვიდეს. ამიტომ თუ რაღაც 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დავჯდებით და ვთქვათ 20, 24, 25, 26, 27 евро კავშირთან რაღაცა დახმარებები წამოვა და კიდე შეამცირებ საჯარო სექტორის თანამშრომლების რაოდენობას, რომელიც ახლა გაბერილია, ბევრი ყავს. მაშინ manageable არის. Tough to do, but still manageable. რა. თავარი რაც უნდა აი ძალიან შინაგანად გქონდეს, რომ აი it will affect me რა, ჩემამდეც მოვა, აი სადღაც იქ რომ ვიღაცამ რაღაცა განაცხადა, ხვალ რომ მაღაზიაში შევალ, იმაზე აისახება. შეიძლება ამ ხელათი აისახოს ეს კონკრეტული, შეიძლება ამ ხელათი აისახოს, მაგრამ ყველაფერი არის interlinked. დაკავშირებული არის ერთმანეთთან. ნუ ისეთი ტუშკები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. ბიუჯეტიდან თუ ვხდით. ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა. მე მგონი ამით დავასრულოთ. რა პოზიტიური პოზიტიური იყო. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრისთვის. და რატომის მეხუთე ეპიზოდში შევხვდებით ალბათ. ახლა. Fin.